ბატონ შევათან ნათლისღებას გილოცავთ თან დაემთხვა ჩვენი საუბარი მოლოდინს რომელიც აქვს თელ საზოგადოებას პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით და აი გაიწელა და აგერ უკვე დაღამებისას გავიგეთ რომ თურმე ყაველაშვილს მოუზერია ხელი რაღაცისთვის და ეს რაღაცა არის 159 პირის შეწყალებაზე ყოველ შემთხვევაში ეს აქტი ეხება თავისთავად ეს ფორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ასეთი გადაწყვეტილებების მიღების რაზე მეტყველებს თქვენი შეფასებით უპირველესად ბედნიერებას მანიჭებს გარემოება რომ შემიძლია თქვენი სტუდიიდან სრულიად საქართველოს საქრისტიანოს მიულოცო ამაღლებული დღე ნათლისღება ჩვენი ხალხი აქ სწორად ბრძანა მამა დოროთემ იბრძვის ნათლის მისაღებად ის ნათელი აუცილებლად გარდმოვა და მას ვერაფერი ვერ გააჩერებს როგორც ზეს შეუძლებელი აეფაროს ვინმე და რამე ისე ნათელი ღვთის და გამარჯვების გადმოა ჩვენს ხალხზე და ასევე აღნიშნავ რომ მდინარე იორდანე რომ მიუშვა ივანიშვილის და მისი ხროვის განსაბანად მაინც არაფერი გაანათლებთ მაგათ და არც არაფერი ეშველებათ საშველი მათთვის და ჩვენთვისაც არის გახვეტა ისტორიის სანაგვეზე და საგამოძიებო იზოლატორებში. სხვადასხვის ტრადიცია ჩემ ბავშვობაში იყო ასეთი, ნათლისღებას წყალკურთხევასაც ეძახდნენ. მიცვალებულებისათვის თვითონ ჭიქა წყალს დაურიდნენ სუფთა სპექტაკლ თოვლზე სახელობით. ახლაც ოჯახებში ნაკურთხი წყალი მიგვაქვს. ალბათ ეხლაც არის, ხო? და ეს შინაგანი ძახილი სულ მქონდა რომ მეც ასე გამეკეთებია და აი გუში მქონდა ბედნიერება წავედი სოფელში დილით მზის ამოსვლისას იქ თოვლი იყო ახალი დაუსხი წყალი რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის წევრებს მიცვალებულებს და ყველა თქვენს მიცვალებულს შემოძვირფასებო იმიერ საქართველოს რომელიც ასევე მოუთმენლად გვიყურებს იმ საქართველოსდან და ელოდება ჩვენს გამარჯვებას და ჩვენთან ერთად მათ სულები აუცილებლად იზეიმებენ ამ ყველაფერს. ბატონ შევათა, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას შეწყალებასთან დაკავშირებით. თქვენ რა თქმა უნდა ჟურნალისტური დელიკატურობა არ გიშლებათ არასოდეს და შესანიშნავად მოიხსენებათ, რომ არავითარ შეწყალებას ეს გაჭირვებული პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი არ ახორციელებს. ელემენტარულად ისიც ტყვია და მონა თავისი ბატონის იმსახურებს ამ კუთხით თანაგრძნობას, ამიტომ რასაც მიუტანენ ივანიშვილის სასახლიდან სტოვრები, იმ სიას მოაწერს ხელს. ეხლა მოგეხსენებათ ეს პიროვნება რო იყოს რა გვიჭირდა დაავადებულია მეკობრეობის აი ტყვეც სყიდვის ჟამი რომ იყო ლეკიანობა და სტამბულის ბაზარზე რო გაყავდათ საქართველოსდან ტყვეები ხუცუბანში იყო დიდი პირველადი ბაზარი მე სტამბულში გადაყავდათ აი ყველა ეს უბედურება მან თავის თავში როგორც სხვა უბედურებები გაანივთა და მათ შორის არა მარტო საქართველოს აიყვანა ტყვეთ არამედ აი ეს ხალხი პოლიტპატიმრებად წოდებული ძევლები არიან მისი პირადი ძევლები რომლებითაც ვაჭრობს და ეს ვაჭრობა სხვადასხვა ძალიან სარფენად გამოსდიოდა წინა პერიოდებში თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაში ევროკავშირს ჩაარიცხია ის შესატანი რაც არის გირაო შესატანი ეს უპრეცედენტო რამე იყო და აი ევროკავშირი მაშინ ასევე ძალიან შეცდა როცა ტყვეებით მოვაჭრია ასე წაახალისა და ამგვარ პრეცედენტს დაუდო საფუძველი შესაბამისად ეხლა ის ყველაფერს თulis საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე და შედეგად დიდი საშორის მოპოვებაზე რით ვერ გაძღა მათ შორის მძევლებსაც უყურებს ამგვარი ანგარებითი კუთხით გაუშვებს იმ რაოდენობას და იმ პარამეტრს რაც წაადგება გადარჩენის საქმეს მისი ძირგაუმპალი რეჟიმისა და შემდგომ მესიჯებს რო აი მე ხო გაუშვი ესენი და ამიტომ ეხლა აიღე და სანქცია მომიხსენი ბატონო ტრამპო ეს ელოდებოდა იმ სანქციის მოხსნას რომელიც ლეიბორისტული პარტიის ბრძოლის 12 წლიანი ბრძოლის შედეგად ბაიდენის ადმინისტრაციამ 1 წლის უკან დაუწესა ფიქრობდნენ გულწრფელად რომ მოვიდოდა ტრამპი და
ამ სანქციებს გააუქმებდა. მიიღო რა? მიიღო მეგობარი აქტი, რომელიც სენატში ისევ განხილვაზე, სანქცია ძალაშია, მილიარდები დაკარგული აქვს, გაავებულია, დაერია თავის თანამოძმეებს და თანაგუნდელებს, მოსთხოვა ფული, ვინც არ მიუტანა მისატანი შეყარა ციხეში და ნუ მოკლედ ვაებაშია და ეხლა ტყვეებით ვაჭრობის ჟამი დაუდგა, მით უმეტეს გაიხედა იქით აქეთ, ეხლა თავისი ინტელექტით ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს დაემსგავსება, რადგან ლუკაშენკომ გაუშვა რამდენიმე ჯგუფი პოლიტიკური პატიმრების და მიიღო სანაცვლოდ გარკვეული სანქციების გაუქმება. აი მაგალითად ბელავიაზე ამერიკამ გააუქმა სანქციები, მაგათაც ავიაციო კომპანია და ამიტომ სათადარიგო ნაწილები ამ ხომალდების უკვე შემოაქვთ თავისუფლად და მეცაც გეტყვით რუსეთშიც კი გადის და იქაც იყენებენ. მაგრამ რა თქმა უნდა მის ინტელექტს არ შეუძლია წარმოედგინოს რა განსხვავებაა ბელორუსის გეოპოლიტიკასთან და ჩვენს გეოპოლიტიკასთან შედარებით. ბელორუსი ეს არის იგივე რუსეთის რეგიონი, ოღონდ შედარებით დამოუკიდებელი ლიდერით და ბელარუსის ტერიტორიაზე შეტანილია რუსეთის ბირთვული შეერაღების ყველა სახეობა განლაგებულია პირდაპირ პოლონეთის და ნატოს საზღვარზე და ამიტომ იქ ლუკაშენკოს მიმართ არც იმ ფორმის სანქციები და იმ ფორმის ღონისძიებები განხორციელდება, რაც გაატარა დასავლეთმა და არც მადუროს ვარიანტი არ განმეორდება ცნობილი ბირთვული შეკავების გამო. ასე რომ მას ბირთვული ქოლგა არ იცავს, ვერ დაიცავს და ქართველი ხალხის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც ასე ერთგულად გვიდგანან გვერდში. ამიტომ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო პოლიტპატიმრების წინაშე, რომლებმაც არ დაიმდაბლეს თავი, არ შეეხვეწნეს შეწყალებას, არ გადათქვეს ბრძოლის ის პრინციპები, რისთვისაც მან მძევლად აიყვანა ეს გმირი და ვაჟკაცი ხალხი. მე მინდა მათ მშობლებს უთხრა დიდი მადლობა. ის მშობლებიც აი პირდაპირ ასხივებენ ქარიზმას, რომ გმირის მშობლები არიან, აი იგრძნობა რა, მშობელზეც იგრძნობა. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ძალიან მალე ყველა პატიმარი იქნება თავისუფალი, მე მინდა გითხრათ, საქართველო იქნება თავისუფალი და ჩვენ ამ ბნელ ღამეს გავათენებთ აუცილებლად ერთობლივი ბრძოლით.